მოგზაურობების თემა ევროკომისიის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა დროებით ჩერდება. გადაწყვეტილება ძალში გუშინ შევიდა და 1 წლის განმავლობაში იმოქმედებს. კონკრეტული მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში კი შეზღუდვები კიდევ 24 თვის განმავლობაში გახანგრძლივდება. გადაწყვეტილების მიზეზად ევროკომისია ქვეყნის მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების მუდმივად და განზრახ დარღვევას ასახელებს. ახალი ინსტრუქციები ასევე გულისხმობს საზღვრებზე საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებულ შემოწმებას. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის გადაწყვეტილებას ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მიზნით გამოყენებულ ბერკეტად მიიჩნევს. მათ მოუწევთ ვიზის აღება თუ ვინმე მისცა და ეს სწორედ მათი საქმიანობის შედეგია, იმის შედეგია, რომ ქართველ ხალხს ევროპული არჩევანის საბოტაჟი მოუწყვეს და კი ეს არა მხოლოდ მსუსხავი ეფექტის იქნება, არამედ გაფართოვდება და შეეხება მათი ოჯახის წევრებსაც და სამწუხარო არის ის, რომ ქვეყანა, რომელსაც გამოცხადებული აქვს ევროინტეგრაცია როგორც მიზანი, აი ამ გზიდან გადაუხვია ივანიშვილმა და საბოტაჟი მოუწყო ქართულ ხალხს. ვიზების საკითხი ეს არის ბოლო, ასე ვთქვათ, შეიარაღების ნაწილი, რაც ფსევდოლიბერალებს გააჩნიათ. ესაც არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზე და საზოგადოებაზე ზეწოლის ინსტრუმენტი, მაგრამ ვფიქრობ, არჩევანი მარტივი გასაკეთებელია, რომ სტაბილურობა და მშვიდობა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ პასპორტში ვიზა გქონდეს ჩართმული და შესაძლოა სარისკო მისამართზე გავიდეთ ამ პასპორტით. ჩვენ ვატარებთ ეროვნულ პოლიტიკას და არაფრის ფასად არ გვიღირს ეს პოფუნება, ვთქვათ, ის რომ ვიზის რიგში დგომა მოგვიწევს თითოეულ, ვთქვათ, დიპლომატიური პასპორტის მქონე მაღალი თანამდებობის პირს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას, ეს არის ჩვეულებრივად მორიგი ხელის გადაგრეხვის პრინციპი, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ, ჩვენი ეროვნული ინტერესების ფასად, სუვერენიტეტის ფასად არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას.